ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ რაღაცა დრო დავუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ადელი როგორც სპორტი დაიბადა მექსიკაში, ერთ-ერთ მექსიკურ არისტოკრატულ ოჯახში და დღეს უკვე ჩვენს გვაქვს საშუალება უკვე ძალიან პოპულარულია ჩვენთან ძალიან მოდური. ყველა ვისაც ვიცნობ დადის პადელზე. ტენდენციური არის. ჩვენი კლუბი სულ რაღაც 2 თვეა რაც გაიხსნა. აი ეს მაინტერესებს საიდან გაჩნდა პადელის იდეა კუსტბაზე. ისეთი გარემოა ჯანსაღი თვითონ კუსტბაზე, რომ უკვე ჯანსაღი იყო ის პროექტი. კი, კუსტბა ითხოვდა პადელს. არ დავიმორცხები და ვიტყვი, რომ მართლა ძალიან ხარისხიანი კორტები გამოგვიყვება. ლოკაციად და ის მომენტიც რომ მე ვიტყოდი რომ მსგავსი საფარი შეიძლება რეგიონშიც არ იყოს. რატომაც არა თუ კუსტბა პადელი ჩვენი კლუბი გაზდის მაგარ პადელის მოთამაშეს. მაგარ ბავშვს ძალიან გაგვიხარდა. და აქვს საქართველოში რა პოტენციალი აქვს ამ სპორტს. მაგიტომაც არის საფრთხილო რომ რაღაცა ახალს როცა იწყებ ბევრი უნდა ვისწავლოთ ასე ვთქვათ რა. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა ჯანსაღი ცხოვრების წესი. დღეს ჩემი სტუმარია კუსტბა პადელის თანადამფუძნებელი ბესო ხარციანი. გამარჯობა ბესო. მოგესალმები ანა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო მოწვევისთვის და ასევე მინდა თქვენ ახალ წამოწყებას ამ გარემოს უსურვო ბევრი წარმატება, უსურვო ბევრი საინტერესო სტუმარი და ბევრი საინტერესო თემა. ძალიან დიდი მადლობა და მეც ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ ხარ დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარი. დღეს მინდა ვისაუბროთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. როგორ ცვლის სპორტი ჩვენს ფსიქიკას, რატომ არის პოპულარული დღეს პადელი, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში და ზოგადად რა როლი აქვს ცხოვრების წესს ადამიანის ბედნიერებაში. პირველ რიგში გეტყვით იმას რომ გამიხარდა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან მე გაგახსენდით და დამპატიჟეთ. კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის. აუცილებლად ისეთი კაი წამოწყება გაქვს რომ დიდი მადლობა. ცოტა მოგვიანებით გეტყვით პადელზე, უშუალოდ, იმიტომ რომ შედარებით მეტი მექნება სასაუბრო პადელზე. რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს, ალბათ არ ვიქნებით მე და თქვენ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცა ალბათ განსაკუთრებულს და რაღაცა ფორმულას ვიტყვით დღევანდელ გადაცემაში ისეც რომ ასე ვთქვათ ყველას დავაჯეროთ რომ ეს გზა არის ძალიან მინდა რომ მოტივაცია იყოს ყველასთვის დღევანდელი ჩვენი საუბარი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მეც მათ შორის ვეცდები რომ ერთი მხრივ თქვენ მსმენელს და მაყურებელს მივცე რაღაც გარკვეული რჩევები, მათ შორის ჩემ თავსაც, იმიტომ რომ მეც ვცდილობ რომ ამ ცხოვრების წესით ვიცხოვრო, რასაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ქვია. სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. კი, ძალიან. და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ რაღაცა დრო დავუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. აუცილებელია. ეს არ ნიშნავს იმას, ჩემი აზრით, რომ მაინც და მაინც რაღაცა დიდი ასე ვთქვათ კუნთები გქონდეს, ან რაღაც სხეულის აქ ფორმებზე იყოს, ანუ რაღაც მკაცრ დიეტაზე იყოს საუბარი. ეს არის წესი, რომელიც პირველ რიგში გვაკეთილშობილებს, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. გვაკეთილშობილებს და ცვლის ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას. გეთანხმებით, ძალიან კარგია ჩვენი ფსიქიკისთვის, ჩვენი მენტალობისთვის და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და სქესს, ყველას ურჩევ რომ გამონახონ რაღაც გარკვეული დღეები, გარკვეული საათები იმისათვის რომ დაუთმონ ამ მიმართულებით მოკლედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. რაც შეეხება უშუალოდ პადელს, აქ უფრო მეტი შემიძლია ამაზე ვისაუბრო. პირველ რიგში მაინტერესებს საიდან მოდის პადელი და აი მისმა ავტორმა საიდან წამოიყვანა ეს თამაში? უშუალოდ პადელი რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი და ვიცით მოდის მექსიკიდან, ანუ პადელი როგორც სპორტი დაიბადა მექსიკაში, ერთ-ერთ მექსიკურ არისტოკრატულ ოჯახში, სადაც
ესე უბრალოდ გადაწყვიტეს მეგობრებმა, რაღაც გარკვეულმა ჯგუფმა, რომ რაღაც გასართობი ოჯახის მეგობრებმა ოჯახის ალბათ. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა რაღაც გასართობი მოეფიქრებინათ, ალბათ რომელიღაცა მათგანს ეზარებოდა, არ ვიცი, ბურთზე სირბილი ან მსგავსი რამე, იმიტომ რომ პადელი მოგეხსენებათ, აქვს შემოსაზღვრული არის ესეთი მინის ასე ვთქვათ ფრაგმენტებით არის აწყობილი მათ შორის და ყოველთვის ჭკვიანური გამოვიდა საბოლოო ჯამში, ესე ვიტყოდი მე და აქედან მოდის. ჩვენ ესე ვიცით. ანუ სახლის ტერიტორია შემოფარგლა ფაქტიურად ეთყობა, ხო? სახლი გადააქცია, მოკლედ რაღაც გარკვეული ნაწილი გადააქცია პადელის კორტად და აქედან იწყება ეს ყველაფერი. შემდეგ უკვე უფრო ევროპაში, კონკრეტულად ესპანეთში, უფრო გაიშალა პროფესიონალურად ეს მიმართულება, საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ყავთ, მე პროფესიონალურად გულისხმობ, საკმაოდ დიდი დაინტერესებაა და მათთვის უკვე დღეისთვის თუ ეს ჩვენთვის ახალი არის, მათთვის ეს ახალი არ არის. ძალიან საკმაოდ კარგი მოთამაშეები ყავთ, წლებია უკვე გაიდგა ფესვები პადელმა ევროპაში და კონკრეტულად ესპანეთში და დღეს უკვე ჩვენს გვაქვს საშუალება რომ უკვე ძალიან პოპულარულია ჩვენთან და თან ძალიან მოდური. ყველა ვისაც ვიცნობ დადის პადელზე. ტენდენციური არის და აი ჯანსაღი ცხოვრების წესი ვახსენეთ, აქედან დავიწყეთ, გადაცემის შინაარსიც ეს არის და მე ვიტყოდი, რომ ანუ ხა მედიცინის დონემდე არ ჩავალ, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ გულისთვის არის ძალიან კარგი პადელი. კარდიოვარჯიში. კი, იმიტომ რომ აქვს მოკლე აჩქარებები ამ თამაშს, ასე ვთქვათ, წამიერი აჩქარებები და გულისთვის არის ძალიან კარგი. ასევე ცოტა სპორტი რო გადმოვიტანოთ ცხოვრებისეულ მომენტებში, ასე ვთქვათ, გუნდური თამაში არის, ძალიან გუნდური თამაში არის და ესეც გვადგება ცხოვრებაში, ყოველთვის მე ესე ვარ, ამის მომხრე ვარ. გუნდური და მეგობრული რაღაცა სხვანაირად ვუყურებ მე ამ სპორტს. გეთანხმები, ძალიან სოციალური სპორტი არის. არის მოსაზრება, რომ ჩოგბურთს გავს ეს სპორტი, რა თქმა უნდა, პადესთან არის თამაში და ამით უფრო ამსგავსებენ. მე დიდად ვერ ვამსგავსებ, რაც უფრო ჩავიხედე, ასე ვთქვათ, ამ სპორტში, უფრო და უფრო ვერ ვამსგავსებ ამ სპორტს, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ამ სპორტს გავს. და ის მოსაზრება, რომ მე გამიგონია, არ ვიცი რამდენად მართალია, გამიგონია, რომ ვისაც ჩოგბურთი არ უთამაშია, ვერ ითამაშებს პადელსაც. არის ესეთი კავშირი? მე პირველად გავიგე. მე მგონია, რომ ვინც ჩოგბურთი ვერ ითამაშა, ვიცოდი რაღაცა იუმორითაც რო ვთქვათ, ვინცაც ჩოგბურთი არ გამოგვივიდა, ჩემი თამადობით ვიტყვი რა ამ ამბავს. მეც არასოდეს არ მითამაშია, აი ბავშვობას თუ არ ჩავთვლი ჩოგბურთი. იცით როგორ არის, აი მე ეს დავახასიათებ, ჩოგბურთს თითქოს უფრო მეტი ნიჭი ჭირდება. მე რა თქმა უნდა ხა არავის მეტი შრომა, მეტი კარდიო, მეტი მომზადება ფიზიკური. ცოტა პადელი ცოტა თან გასართობით მგონია რაღაცნაირად. ხო, იმ კაცმაც ამიტომ მოიფიქრა რა, ამიტომ ვახსენე, რომ ალბათ ვიღაცას ეზარებოდა და ჩვენს ხო ხანდახან გვეზარება ხოლმე რაღაცები და ეს minats თამაში არის თვითონ ეს პადელის მინა. ჩოგბურთის მარტივი ვარიანტი. ხო, მაინც ჩოგბურთზე ვავლეთ პარალელს და მაინც კი, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ჰოკეის ვერ დავუკავშირებ, რა თქმა უნდა და ბუნებრივიც არის. მაგრამ რაც უფრო დრო გავა და ჩაიხედებით ამ სპორტში, მიხვდებით, რომ ძალიან ცოტა კავშირი აქვს ერთმანეთთან რა. ოთოში მე ესე მგონია. კი. მე ძალიან უკავშირებდი, იმიტომ რომ არც ჩოგბურთი მითამაშია, არც პადელი მითამაშია და მეც მათ შორის, მაგრამ რაც დრო გავიდა, რაც უფრო ჩავიხედე, ანუ უშუალოდ თამაშის მომენტში უფრო ხვდები ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა და აი რაც დრო გავა თუ დაიწყებთ თამაში და გამიხარდება თუ დაიწყებთ. აი აუცილებლად და ჩემთვისაც მინდა რომ мотиваცია იყოს დღევანდელი დღე. ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით. ძალიან კარგი. აი ძალიან ბევრს, მაგრამ დროს ვერ პოულობ, რომ რაღაც ესე სისტემატიურად, რეგულარულად ვიარო რაღაც ვარჯიშზე და დავკავდე სპორტით და აი ძალიან მინდა რომ ჩემთვისაც мотиваცია იყოს დღევანდელი ჩვენი საუბარი და რაღაცა მომინდეს, რაღაცნაირად მომინდეს. აუცილებლად მოგინდება, აი ზუსტად ეს აქვს პადელსაც, ეს მომენტი რომ ვინც ერთხელ ითამაშა, ალბათ 99% ვინც ასე რომ ვთქვათ მოიწამლა.
მოიწამლა კარგი ხო? გაგებით. კი. ჩემი შვილებიც ეგრე კი, არიან. ამას თავისი, ასე ვთქვათ, ახსნა აქვს, ერთი ის, რომ მარტივია, მოდი ესე ვთქვათ, მე არ გულისხმობ პროფესიონალურ დონეზე, სამოყვარულო დონეზე ძალიან მარტივია. ეს სპორტი პირველივე წუთებზე კორტზე შეხვალ თუ არა გიღებს და გაგზნობინებს, რომ შენ შეგიძლია, შენ გამოგდის, უირა მარტივი ყოფილა, აი ამას გაგზნობინებს და გითხრებს. ეგ ძალიან ეს არის საინტერესოა. ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ვახსენეთ, რომ ანუ მოიწამლა, მოკლედ მე ესე ვიტყვი, რომ ქალაქი ამით ქალაქი მოიწამლა. მოწამლულია, კი. თუ არ ვწდები, ყოველ თვიურად დაახლოებით 500-600 ადამიანი ემატება პადელს, თუ არ ემატება, უმეტესობა იცის ამის შესახებ და უნდა რომ თვითონაც გამოცადოს ეს სპორტი და ითამაშოს. და არის რაღაცა მომენტები უკვე იქ ჩოგნის ყიდვაზე, მიდიან ჩოგანს შეიძენენ, იქ რაღაც თავიანთი ეკიპირება აქვს ამ სპორტს და ესეც ერთგვარი გართობა არის, ხო? თვითონ ადგილზე არის ეს ეკიპირება. იყიდება უკვე ძირითადად საჩოგბურთო მაღაზიებში არის ეს, მაგრამ თვითონ კორტებზე, აი პადელზე. ზოგ არ მაქვს ვთქვათ ეს ინვენტარი. თუ არ ვწდები, რამოდენიმე კლუბს აქვს. ეხლა ჩვენ კლუბს რაც შეეხება, ჩვენი კლუბი სულ რაღაც 2 თვია რაც გაიხსნა. აი ეგ მაინტერესებს, საიდან გაჩნდა პადელის იდეა კუსტპაზე. საიდან წამოვიდა ეს იდეა? ძალიან კარგი, ძალიან მივესალმები და მიხარია, რომ თან ესე ცივცეში, ჰაერზე და დახურული თუ ღია კორტი. აი ეგენი მაინტერესებს ძალიან. მე დიდი სიამოვნებით მოგიყვებით, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემ პარტნიორებთან ერთად ჩართული ვიყავი ამ პროექტში. მით უმეტეს მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბი არის კუსტვაზე წარმოდგენილი და ალბათ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიხვდება ჩემ სიხარულს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პროექტი კუსტვაზე ყოფილიყო. და ეს იდეა წამოვიდა, გულწრფელი რო ვიყო, 2022 წლის გაზაფხული იყო, თუ არ ვწდები. ჩემმა მეგობარმა, ასე ვთქვათ, შეგვახვედრა, ორ კარგ ადამიანთან შემახვედრა, კუსტვაზე მოხდა ეს შეხვედრა და გიგა და ლადო, მე გვარები შეიძლება სწორად ვევთქვა და ამიტომ გიგა და ლადო თუ ნახავენ ამ გადაცემას, აუცილებლად მოკითხვა მათ და წარმატებები მინდა უსრო მათგან გავიგე, ესე YouTube-ი ჩამირთეს, მიყვებოდნენ, ცოტა გაკვირვებული უყურებდი, მეც აი როგორც თავში ვახსენე, ჩოგბურთს ვადარებდი, ვერ ხვდებოდი, რას უყურებდი ჯერ, მაგრამ დამაინტერესეს, არ ვიცი ეს თვითონ პადელმაქნა თუ ამ ორმა ადამიანმა იმოქმედა ჩემზე და კარგად გადმოსცეს თავიანთი სათქმელი, მაგრამ რაღაც კუთხით დამაფიქრეს და გამაცნეს ეს სპორტი. ერთად უნდა გაგვეკეთებინა, ასე ვთქვათ, კუსტვაზე იმ წლებში 2022 წელი ვახსენე და რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ეს ვეღარ მოხერხდა. ამის შემდეგ უკვე დაახლოებით საფხულში უკვე, ამ წლის საფხულში ჩამოდის ჩემი ამჟამინდელი პარტნიორი, ესპანეთში ცხოვრობს. ქართველია, კი ბატონო და ჩამოვიდა და ესეთ რაღაცას მეუნება რომ შევხვდეთო, შენთან საქმე მაქვს, თან მეგობრობთ, ეხლა უკვე დავპარტნიორდით და საქმე მაქვს შენთანო და მოკლედ შევხვდით და ესეთ რამეს მეუბნება რომ აი კუსტბაზეო რომ და გავაწყვეტინე და პადელი მეთქი? ანუ არ იცოდა იმან არანაირი თქვენი მეგობრებთან საუბარი. არა, ის უკვე წლები უკვე გასული იყო და ახლობით 3 წლის წინანდელი ამბავია. ის ამბავი ასე ვთქვათ დაპაუზდა, მაგრამ დიდი მოთხოვნა იყო და სურვილი კიდე ბევრის მე მახსოვს, რომ რატომღაც მეც ჩავერთე უკვე ამ სიტუაციებში და მაზე იყო სასაცილო რა იყო ბევრი გეუნებაო, ანუ გავაწყვეტინე და პადელზე საუბრობ, ალბათ კუსტბაზე მეთქი და კიო, თან მივხვდი ხა ესპანეთში ცხოვრობს, როგორც ვახსენე ესპანეთი ძალიან დიდი კულტურა აქვს უკვე ამ სპორტის, პადელის და მოკლედ თქვით სიტყვა რაც თქვით და დავიწყეთ. ეს იყო რაღაცა 6 თვიანი ჯერ მარტო მუშაობა, ასე ვთქვათ,
სანამ დავიწყებდით უშუალოდ რაღაც მნიშვნელოვან აბიჯებს გადავდგავდით. შემდეგ უკვე დაიწყო ეს პროექტი და მოვედით სადამდეც მოვედით და ასე რომ ვთქვათ ორი თვის გახსნილები ვართ და ღია ძალიან კორტია? კი ეს არის 8 კორტია, 8 კორტი გვაქვს. საკმაოდ დიდი კლუბი გამოგვივიდა, ასე რომ ვთქვათ, ზომით და რა კორტების რაოდენობით. ხო, აქ გათვლა იყო, რომ ხა ლოკაციას ალბათ არ ჭირდება ჩემი ასე ვთქვათ, რომ გავაცნოთ საზოგადოებას, თუკაც ეკუსტვაზე თაობებია გაზრდილი და რავი, აქაც ხა სუბიექტურობაში თუ არ ჩამომართმევენ, ჩემთვის პირადად თბილისში ნომერ პირველი ლოკაციაა. ხან ხუმრობ კიდევაც რომ ვაკიდან, ქალაქიდან 5 წუთში 10 წუთში ბორჯომში, არ ვიცი, ლიკანში ხვდები აი ამ გარემოში, რაჭაში, სვანეთში, არ ვიცი, რომ ვინმე არ გამომჩეს ახლა ეს მაღალმთიან, აი ესეთ სივრცეში ხვდები. უკვე ჯანსაღია, იქ რაც არ უნდა გავაკეთებინა, ისეთი გარემოა ჯანსაღი თვითონ კუსტბაზე, რომ უკვე ჯანსაღი იყო ის პროექტი. კი, კუსტბა ითხოვდა პადელს, აშკარად. კი, ზუსტად, აი ესე გამოვიდა და ამას პლუს, როდესაც არ ვიქნები, არ დავიმორცხები და ვიტყვი, რომ მართლა ძალიან ხარისხიანი კორტები გამოგვივიდა. ძალიან და ამაზეც მინდა ვთქვა ორი სიტყვა საზოგადოებამ, პადელით ამ სპორტით დაინტერესებულმა ადამიანებმა მინდა იცოდნენ რა კორტებზე უწევთ თამაში. ერთი შეხედვით იასამნისფერი, ასე ვთქვათ, კორტებია, ვიღაცას უბრალოდ ფერი მოწონს, ახალი ფერია, თუ არ ვცდები აქამდე არ ყოფილა და ჩვენი ის მოწოდებაც ეს იყო, რომ ისეთი ანუ ფერიც მნიშვნელოვანია პადელის კორტებზე. იცით როგორ არის გემოვნების ამბავია უფრო. მაგრამ დატვირთვა ისეთი არ აქვს ფერს. არანაირი. ბევრი ფერის არსებობს და ეს მართლა იშვიათი ფერია, იასამნისფერი ბევრი არ შეგხვდებათ. ინტერნეტშიც რომ მოიძიოთ, შეიძლება უბრალოდ ვერ მონახოთ ეს ფერი, იმდენად იშვიათია და რატო უსვამ ამას ხაზს, რომ ერთი მომენტი რომ ეს ლოკაცია შეგხვდა ისეთი როგორც შეგხვდა და შემდეგ უკვე როცა გადავწყვიტეთ აქ ამის გაკეთება და ფერზე იყო საუბარი, ხარისხზე იყო, აქაც არ დავიხიეთ უკან. ეს საფარი თვითონ რაც არის 8 რეკორდზე წელიწადში ალბათ 100 ალბათ არა ზუსტად გეტყვით 100 ცალი იკერება ეს საფარი. ანუ დაახლოებით 10% აქედან ჩვენ ქვეყანაში არის. ამით იმის თქმა მინდა რომ უნდა იცოდნენ რა საფარზე თამაშობენ. შეიძლება ვიღაცას დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ესეთი ორგანიზაცია არის მადრიდში, Hexagon Cup ესე ქვია. ამ ორგანიზაციაში ამ ტურნირზე რომ მოხვდე, დიდი გზა უნდა გაიარო. ჩვენ ქალაქს ასე რომ ვთქვათ, ანუ დიდი გზა უნდა გაიარო იქამდე, რომ მოხვდე ამ Hexagon Cup-ზე და ამ საფარზე ითამაშო. და ჩვენთან აი ეს საფარი, ამ საფარზეა საუბარი და რაღაც საფეხბურთო ენაზე რო ვთქვა, ალბათ ხა რეალ მადრიდი ყველა მიცით, ბერნაბეუს ვიძახი ხოლმე, ან არ ვიცი ბარსელონას ფანებსაც რო არ ეწყინოთ, ბარსელონა კამპ ნოუ, არ ვიცი, აი ქალაქს აქ 8 ცალი მადრიდის, არ ვიცი, ბერნაბეუს სტადიონი. ან მე ვარ კაპნოზე ნამყოფი და მესის თამასე ვარ დასწრებული და პირადად შეხვედრილი და ხელი ჩამორთმეული. აი პარალელი ჩემზე წინ ყოფილიყარ მაგამოში. შენ თვითონ თუ თამაშობ ბესო პადელს და როგორი მოთამაშე ხარ, მაინტერესებს თუ თამაშობ. მე თვითონ თამაშობ. არ ვიცი, ალბათ, არ ვიცი, როგორ შევაფასოთ ჩემი თავი ამ ნაწილში, არ ვიცი, საშუალო მოყვარული ალბათ აი ესე თუ ნუ მოყვარულის დონეზე კი რა თქმა უნდა მოყვარულის დონეზე როგორც ყველა ჩვენთაგანისთვის ჩემთვისაც ახალია ეს ახალია და ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ თამაშს ცოტა ფეხის ტრავმა მქონდა მაგრამ ძალიან ერთი სული მაქვს რომ ხა დიდი დოზით მიწევს იქ ყოფნა ამ ადამიანების ყურება კორტებზე და მე თვითონ ვერ ვთამაშობ ძალიან მიჭირს ამ ნაწილში მაგრამ ვცდილობ, რომ მომავალი წლიდან ჩავერთო უკვე მეც აქტიურად და რაღაც დონეზე მივიყვანოს, თქო, ჩემი თავი, რომ იმიტომ რომ ბევრი ტურნირები ტარდება, ძალიან სახალისოა,
ძალიან კარგია. ანუ თქვენთან ტარდება ტურნირები? კი, ჩვენთან, როგორც ვახსენე, 2 თვეა, რაც გაიხსნა კუსტ პაპადელი. 2 თვის განმავლობაში მოვახერხეთ და 3 ტურნირი ჩავატარეთ. პირველი ძალიან იყო, კარგია. უნდა აღვნიშნო, პირველი ტურნირი, ასე ვთქვათ, გახსნითი ტურნირი ამ კლუბის იყო ბაბოლატ ლამბორგინის ტურნირი, რომელიც საერთაშორისოა, სულ რამოდენიმე ქვეყანაში და ქალაქში არის ჩატარებული, ერთ-ერთი ჩატარდა ჩვენთან, დედაქალაქში, თბილისში, ჩვენ კლუბში და საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარგი მოწონება წამოვიდა იქიდან, რომ ალბათ რაც ჩატარებულა სამეულში ხართ ამ ტურნირის ორგანიზებაშიო, მართლა არ დაგვიშურია არაფერი, იმდენად ჩართულები ვიყავით, ერთი მსხვილი რომ პირველი იყო ეს ტურნირი ჩვენი კლუბისთვის და ამიტომ თანაც გახსნითი სახეც ჰქონდა, მით უმეტეს ესენ ბაბოლატი და ლამბორგინი დიდი კომპანიები არიან და ასე ვთქვათ, რო გასათვალისწინებელი იყო ეს მომენტიც და შემდეგ უკვე ჩავატარეთ სხვა ტურნირებიც, ჩავატარეთ სტუდიო ლიბერტის ტურნირი, ჩავატარეთ ოქტობუს ფიტნეს ტურნირი და მოკლედ აი ესე, რაც 2 თვის განმავლობაში ვთქვათ, არ გქონია საშუალება რომ მოვდუნებულიყავით. ეხლა ცოტა აგვიცივდა. აი ეგ მაინტერესებს ბესო. ზევიდანაც არ არის გადახურული? ჩვენ შემთხვევაში არ არის გადახურვა და ეს შემთხვევით არ მომხდარა, ანუ ესეთი პროექტით გვინდოდა. კიდევ ერთხელ ამ გულისხმობ იმას, რომ ანუ კუსტბაზე არ გვინდოდა გაგვიჩინა რაღაცა მძიმე კონსტრუქციები მოდელის ნაწილში. არ გვინდოდა თუ ცოტა ესე უხეშად ვიტყვით და ანუ ბიზნეს ჭირდება. ეხლაც ჭირდება, ასე რომ ვთქვათ, გადახურვა. იმაგ თვალსაზრისით თუ გავყვებით, იმიტომ რომ წვიმაში ჩერდება. ჩერდება, ხო? მაგრამ ამ მიმართულებით მართლა არ გვიფიქრია, შეგნებულად არ გვიფიქრია, რომ იწვიმებს გავჩერდეთ, არ არის პრობლემა, როცა გამოიდარებს, შემდეგ ვითამაშებთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად აი ამ ადგილს, ამ ტერიტორიას ვეცით პატივი, რომ არ დაგვემახინჯებინა ამ სივრცეში, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც იქ ამოდის, ეს მოწონს ზუსტად. ჟანგბადი, ჰაერი, რო ხედავს ამდენ, რა ვიცი, ნაძვს, ხეს, გამწვანებას, ეს მოწონთ ზუსტად. კი. ამითი არის ჩემი აზრით გამორჩეული ეს პროექტი, რომ ზუსტად იქ არის პადელის კორტები, სადაც უნდა იყოს, ჩემი აზრით. მაგრამ სხვათა შორის პადელი თვითონ ინდორ სპორტია, ანუ დახურულ სპორტად ითვლება. შიგნით თამაშობენ ამ სპორტს, მაგრამ ყველას რატომღაც მაინც გარეთ მოგწონს, მეც მათ შორის და ამინდი თუ არ ეხა გარეთ თამაშს და მით უმეტეს კუსტბაზე სუფთა ჰაერზე თამაშს, ჩემი აზრით არაფერი არ ჯობია. და სხვათა შორის ბევრი სტატიები იწერება უცხოეთში ამ ადგილთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კორტები თელ მსოფლიოს თუ არა იმ ხალხს, რომელიც პადელით არის დაინტერესებული მსოფლიოს გარშემო, აუცილებლად გააცნობს კუსტბას. ძალიან საინტერესო. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ინტერესი დიდია. მათ შორის, როდესაც მოხდა ამ კორტების ინსტალაცია, პორტუგალიელებმა დაგვიმონტაჟეს, ასე ვთქვათ, ეს კორტები და თვითონვე თქვეს, რომ ალბათ 2000-ზე მეტი კორტი გვაქვს გაკეთებულიო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიო და მსგავს ადგილას აუთთორ არც არ გვიკეთებიაო მსგავსი პროექტიო და მით უმეტეს ის საფარის თქვენ გაქვთო და ძალიან, რა ვიცი, გვიხაროდა რა თქმა უნდა, რომ ამას ამბობდნენ. აი ხა წეხან ახსენე ინვენტარი. ანუ მე თუ არ მაქვს ჩოგანი, ვერ ამოვალ კუსტბაზე და ვერ ვითამაშებ? რა თქმა უნდა, ითამაშებთ. იქვე არ არის ეს, რომელიც ასე ვთქვათ, ქირავდება, ღირებულებას შედის, ჩვენ შემთხვევაში ესია. ზოგი კლუბიც ხალხი აქირავებს, ეს თქვენთან ღირებულებაში შედის. ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე ღირებულებას შედის ბურთები და ჩოგნები, მაგრამ ასევე გეგმავთ, რომ შემდეგი სეზონიდან ბევრი სიახლე იქნება, როგორც მაღაზიის მიმართულებით, რომ ყველა ის ინვენტარი იყოს, რაც აუცილებელია კლუბში
ასევე მოვაწესრიგოთ კორტების გარეთ ინფრასტრუქტურა, ჩვენ არ გვინდა რომ მხოლოდ რაღაც აი 8 კორტი გვაქვს და ადამიანები ამოვიდნენ, ითამაშონ და სახში წავიდნენ. ჩვენ არ გვინდა რომ ეს სახში გავუშვათ. ხო, რა როცა თქმა უნდა, ითამაშებენ, კაფე იქნება ისეთი რა თქმა რაღაცა უნდა, რა ძალიან თქმა უნდა, ეხლა რაღაცებს არ ვახსენე, ამ შემთხვევაში მაღაზია ვახსენე, რომ რაღაცა სურპრიზად მაღაზიაც ძალიან საინტერესო იქნება. კი, რა თქმა უნდა. ინვენტარის მაღაზიას კი გულისხმობ. ბატონო, ჩოგანი, ბურთი, დამცავი, ძალიან ჩოგანზე კაი იდეა. გადასაკრავი და ასევე მაისური იქნება თუ რაც საჭიროა პადელისთვის და მოთამაშისთვის ყველაფერი იქნება და კიდე სხვა ბევრი რამ, რაც თორე ეს სივრცე ითხოვს ამ ყველაფერს, მე ბევრი ეხა ურთვეში ბევრი ადამიანი გავიცანი, ზემოთ და მიკითხავს, მინახავს, რომ 4-5 საათი ადამიანები თამაშობენ და მიკითხავს, რომ აი როგორ თამაშობ ამდენი ხანი როგორ ხარ აქ, რა არის ღლები და პირველი იყო რომ ჟანგბადი იმდენად ჭარბად არის ამაკილას, რომ გაძლევს საშუალებას, რომ გათამაშოს და ხო, ეგ ძალიან ასევე მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ადამიანების გარკვეული ნაწილი და მომხმარებლების, რომლებიც ამბობდნენ, რომ საფარი ისეთია, რომ ასე ვთქვათ, არ გამძიმებს. ესეც მნიშვნელოვანი. ანუ ის გათვლა, რაც ჩვენ თავიდან გქონდა, ისევ ერთხელ ვამბობ, ამ ლოკაციის მიმართ და აი ამ ხარისხიანი საფარის მიმართ, ვფიქრობთ, რომ ორივეზე პასუხი უკვე მივიღეთ. აი 2 თვის თავზე, ესე რომ ვთქვათ, რომ ლოკაციად და ის მომენტიც, რომ მე ვიტყოდი, რომ მსგავსი საფარი შეიძლება რეგიონშიც არ იყოს და ბევრჯერ იმიტომ გავუსვი ამას ხაზი, რომ ეს თითოეული ჩვენთაგანის არის და ჩვენ გვაქვს და ეს არ არის მარტო ჩემი ან ჩემი პარტნიორის და ასე ის ყველას ჩვენთაგანის არის და ხელშესახებია, ხელმისაწვდომია, ჩვენ ესე ვფიქრობთ და რა ვიცი, ყველას გელოდებით და თქვენც მათ შორის რომ ჩაგთოთ პადელში. რა მაინტერესებს ბესო, რა ასაკიდან იწყება პადელის თამაში? აი 5 წლის ბავშვია. შეუძლია? დაახლოებით ესე ალბათ 5-6 წლიდან. ანუ იწყება. კი, და აი ძალიან კარგ თემას შეეხეთ ბავშვების ნაწილში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკა ის არ იყო მხოლოდ და არ არის რომ აი გავაკეთეთ კორტები, უბრალოდ მოდით, ითამაშეთ და მოკლედ ეს დავემშვიდობოთ შემდეგ ერთმანეთს. ამის საშუალებას გვაძლევს დღეს მოთხოვნა იმხელა პადელზე, რომ მიწოდება იმდენი არ არის ამ ეტაპზე, მაგრამ კიდე ბევრი კლუბი კეთდება, დაგეგმილია, წარმატებებს უსურვებთ თითოეულ მათგანს და ჩვენც ასე ვთქვათ, ამ ორ თვეში ვიგრძენით ის, რომ ეს კომფორტის ზონა გვაქვს, ანუ ესე რომ ვთქვათ, უხეშად ბიზნესმა გაამართლა ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ ამ კომფორტის ზონიდან გვინდა რომ გამოვიდეთ, გასაგებია რომ ხალხი მოდის, გასაგებია რომ კორტი ასე ვთქვათ დატვირთულია, აი ბავშვები ახსენეთ და აი ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ჩემი ტკივილია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ ყველამ ივარჯიშოს, იყოს დაკავებული სპორტით, იმიტომ რომ ქვეყანაში რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან ისე ცუდ რაღაცებს, რა ვიცი, აი არაჯანსაღი ცხოვრების წესი წავიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა და მინდა რომ ყველა მივარჯიშოს, ყველა სპორტით იყოს. აი ზუსტად მაგიტო ძალიან გამოვყოფდი ამ ნაწილს, რომ ჩვენი კლუბის, ასე ვთქვათ, პოლიტიკა ესეთია, რომ არა მხოლოდ ისაც ვახსენე, რომ ადამიანმა ითამაშოს და წავიდეს, არა. უფრო ასე ვთქვათ, მომავლისკენ ვიხედებით, აუცილებლად გვინდა და ვეცდებით, რომ მომავალი წლიდან რაღაც აკადემიური სახე მიეცეს ჩვენ კლუბში, ანუ პადელის სპორტს, აუცილებლად ჩავრთოთ ბავშვები, მოზარდები ამ მიმართულებით. პროექტის გაკეთებაც შეიძლება სკოლებთან. რა თქმა უნდა, ამაზეა ზუსტად საუბარი და არავის არ ეწყინება, მაგრამ რატომღაც ყველა მოჭიდავე ფეხბურთელი არ უნდა იყოს ჩემი აზრით და რატომ არა ვცადოთ, ესეც ვცადოთ, იქნება გამოგვივიდეს და აი ამ მიმართულებით მოკლედ შემდეგი სეზონიდან დიდი დოზით ჩავრთოთ ეს ახალგაზრდები, ერთი ესეთი აზრიც გვაქვს, რომ გავაჩინოთ კორტებთან ახლოს ბავშვთა რაღაცა ასე ვთქვათ, სივრცე, ელემენტარული რაღაც აიწონა იქნება საქანელ და რატო მშობელი
აქამდე ხომ მაინც მოიყვანს, ანუ ბავშვს კი. გასართობ ადგილამდე. აი ამ ადგილიდან უკვე კარგად გამოჩნდება კორტი, კარგად გამოჩნდება უკვე შიგნით მყოფი ადამიანები, რომლებიც თამაშობენ და ასე ვთქვათ, გვინდა რომ ჩავრთოთ, მოვაწონოთ, თან თვითონ ეს კორტი როგორც ვახსენე მინებშია და ეს მოწონთ ბავშვებს, ინახავს მე, ფერი მოწონთ, აი რაღაცის გამო შემოდის. და აი შემდეგ უკვე აუცილებლად ბავშვსაც ძალიან მოწონს, ვინც უკვე ეხება ჩოგანს, ბურთს და უკვე ამ კორტს უკვე ეხება ფიზიკურად. თითქმის გარდაუვალია რომ არ მოგინდეს მეორეჯერ ამის თამაში და ჩვენ ასევე გვყავს მწვრთნელები, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მწვრთნელები ძალიან მნიშვნელოვანია. არის ძალიან ჩვენნაირებისთვის. კი, არა მარტო თქვენნაირებისთვის, ხა ყველა ეხლა ვსწავლობთ, ყველასთვის ახალია ეს სპორტი და გვყავს გასაფრთხილებლები არიან, ესე ვიტყოდ, იმიტომ რომ ბევრი არ არიან, მათთვისაც ახალია. ძირითადად ეს ხალხი არიან განმოსული ჩოგბურთიდან, ანუ ბაზა აქვთ ჩოგბურთი, ზოგი არის ძველი ჩოგბურთელი. გადმოერთნენ პადელზე, გვყავს არსებობს რაღაც რეიტინგი, სადაც და მათ შორის პადელის ნაკრებიც არსებობს დღეს უკვე და ნომერ, ასე ვთქვათ, რეიტინგში ნომერ პირველი და პირველი მოთამაშეები გვყავს და ესეც ჩემთვის ასე ვთქვათ, სატრაბახოა ესე რომ ვთქვათ, ყავს ფავორიტი ჩოგანი პადელში საქართველოში? საქართველოში? კი. კი, რამოდენიმე ყავს. მაგალითად ძმები ნიკუშა და სანდრო დავლიანიძეები. ლაშა გიორგი კიკვიძე და თუნა ჭელიძე. არიან, კიდე არ მინდა ვინმე გამოჩეს, ბევრი არ არიან. ესენიც გასაფრთხილებელი ხალხია, იმიტომ რომ დღეს ისინი ითვლებიან და არიან პროფესიონალები ამ სპორტში, ანუ ქართულ რეალობაში, ქართული პადელის რეალობაში. ჩოგბურთიდან გადმოვიდნენ ესენი? ჩოგბურთიდან გადმოვიდნენ და ეს მაინც ის თავისას შვება, იმიტომ რომ პადესთან თამაში მაინც დაეხმარა ამ ხალხს, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და ეს ხალხია, რომელიც ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ არიან და უნდა გაუფრთხილდეთ, ამიტომ ვიძახი ამ ხალხს და მოკლედ აი ესეთი ადამიანები, ესეთი მწვრთნელები, ესეთი გუნდი ყავს კუსპა პადელს და ძალიან გვინდა რომ აი ამ მიმართულებით, პროფესიონალური მიმართულებით წავიყვანოთ პადელი და არ იყოს მხოლოდ რაღაცა უბრალოდ გასართობი, მხოლოდ ადამიანი ამოდიოდეს და რაღაც გარკვეული საცს ატარებს და მიდიოდეს. რატომაც არა თუ კუსპა პადელი ჩვენი კლუბი გაზდის, ვიცი, მაგარ პადელის მოთამაშეს, მაგარ ბავშვს ძალიან გაგვიხარდება. აქვს საქართველოში რა პოტენციალი აქვს ამ სპორტს? სახელმწიფო დონეზე აქვს რამე პოტენციალი? ჩემი აზრით აქვს და ეს ჩემი აზრი არ არის მხოლოდ ანუ მოთხოვნიდან გამომდინარე, ხო დაინტერესებულია, მესმის ხალხი არის დაინტერესებული და მესმის რომ ჯერჯერობით უფრო სამოყვარულო დონეზე არის ეს, მაგრამ ეს დასაწყისი არის, ხო, ანუ 2-3 წლის წინ არავინ არ ვიცოდით პადელი, დღეს თითქმის ყველამ ვიცით. ზოგი მათგანი თამაშობთ, ზოგმა ვიცით, ზოგს თამაში გვინდა და ასე შემდეგ. არსებობს პადელის ფედერაცია და სხვათა შორის რამოდენიმე დღეა რაც სპორტის სამინისტრომ აღიარა პადელის ფედერაცია და მე კიდევ ერთხელ აქედან მიულოცავ და წარმატებებს უსურვებ გულწრფელად რომ საკმაოდ და უკვე კი საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე აქვს. ეს ის არ არის რომ რაღაც დაწყებული საქმის გაგრძელება არ არის. ეს უფრო არის რომ აი ეხლა ახლიდან უწევთ ამ ადამიანებს რაღაც ნაბიჯების გადადგმა და ძალიან რჩევის სახით და ისე თუ გამომივა რომ ასე ვთქვათ ძალიან ფაქიზი საქმეა ეხლა, იმიტომ რომ არ უნდა შეგვეშალოს ასე ვთქვათ რამე რა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მხოლოდ ასე ვთქვათ მათ უნდა მივანდოთ პადელის ბედიღბალი. ჩვენ კლუბებმა უნდა აუცილებლად დაუდგეთ გვერდში პადელის კლუბებმა ამ ადამიანებს ამ ფედერაციას რომ რაღაცნაირად მოხდეს. აი რა ფორმით დაუდგეთ გვერდში, როგორ წარმოგიდგენთ? არ ვიცი, აი უფრო რაღაცა ლომისწრული გაკეთებულია ჩემი აზრით, აი
ერთად რომ მოვიყვანოთ ამ წუთში მე მგონი უფრო იქითა მხრიდან გჭირდებათ, ხო? აი გვერდში დადგომა. მე ესე ვიტყოდი რა. მე გვერდში დადგომა ნებისმიერ სფეროში ორმხრივად მესმის ორმხრივია, და კი. ცხოვრებაშიც და SMS-მის და ორმხრივი უნდა იყოს. რაც შეეხება აი ლომის წვლილი ვახსენე, არის ხოლმე რომ ფედერაციებს ყოველთვის რაღაცას, ასე ვთქვათ, სულ თხოვთ, მე უფრო აი ფეხბურთზე შემიძლია პარალელი გავავლო, კი. რადგან პადელი ახალია უფრო ფეხბურთს, აი ინფრასტრუქტურა, ანუ ადრე იყო ეს საუბრები, რომ არ აქვს სტადიონები, არ გვაქვს რაღაცა ინფრასტრუქტურა, ეს. ამ შემთხვევაში თუ ვთხოვთ ხოლმე სახელმწიფოს, ვთხოვთ ხოლმე ფედერაციას, ამ შემთხვევაში ის რომ ჩვენ ფედერაციას მოვთხოვოთ, ასე ვთქვათ, რომ გაგვიკეთეთ კორტები, ეს ნაწილი აქ არ დგას ამ შემთხვევაში. მე ყოველთვის SMS-მის რომ უკვე გარკვეულმა ადამიანთა ჯგუფებმა ის გააკეთეს უკვე. რაღაცა არის უკვე, ამაზე არ გვაქვს საფრთხე. ჩემი აზრით უფრო ეხა მე უფრო განვითარება დიდი ალბათ. გამოცდილებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო ალბათ ის იქნება, რომ ანუ ჩვენი პადელის კლუბების ალბათ რაღაც კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, უფრო დაახლოება უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, უფრო არ ვიცი სისტემურად უნდა გვიკარნახონ სტრუქტურულად, მათ შორის. ყოველ შემთხვევაში მე ჩვენ ამას გავითვალისწინებთ თუ არ გავითვალისწინებთ, ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, პრობლემა იქნება, ან არც იქნება, მაგრამ ალბათ ამ მიმართულებით უფრო, იმიტომ რომ აი ძირითადი, ასე ვთქვათ, როგორც სიტყვიან, აი საფუძველი ჩაყრილია ამ მიმართულებით. რაც აი საწვალებელი ნაწილი, ეს ნაწილი აღარ არის, რომ რაღაცა არ არის და ხვალდაზე დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი კორტი იქნება და მოთხოვნას უპასუხებს რა. უფრო რაღაცა ის გუნდური თამაშის, ასე ვთქვათ, წესებით თუ გავყვებით ყველაფერს და ერთმანეთს, რა თქმა უნდა, გვერდში დაუდგებით და არა ის, რომ ჩვენ მოგთხოვოს ვიღაცამ რაღაცა ან ჩვენ პირიქით ერთს მოვთხოვოთ, ესე უფრო არ გამოვა და აუცილებლად რაც ვახსენე, ის პროფესიონალები, რომელიც თითზე ჩამოსათვლელი ყავს, ამ ხალხს უნდა გაუფრთხილდეთ აუცილებლად. მესმის რომ შეიძლება ის რომელიც ახლა ესპანეთში პირობითად არგენტინაში ახლა ესე გაიზარდნენ ჩოგანთან ერთად და პადელის კორტთან ერთად, შეიძლება დიდი ხანი მათ ვერ ვაჯობოთ. ტურნირები ტარდება აი ქვეყნებს შორის, აი შიგ და ტურნირებს არ გულისხმობ. ჩვენ შემთხვევაში საქართველოში ზოგადად ძალიან კი. აი სხვადასხვა კლუბებს შორის, სხვადასხვა ქვეყნის კლუბებს შორის გულისხმობ. კი, არის დიდი ორგანიზაციები, აი ერთ-ერთი ვახსენე Hexagon Cup-ი და გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის სახელებით, სხვადასხვა კლუბის სახელებით და რა თქმა უნდა დაინტერესება უფრო და უფრო იქაც იზრდება. ჩვენთან ეხლა დაიწყო, იქ დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ იქაც იზრდება, ანუ იქაც არ არის დასრულებული ეს ზრდა, ასე ვთქვათ, პადელის მიმართ ინტერესის და ხო აი ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რა, ერთი მომენტი რომ პროფესიონალურად ამ ხალხს უნდა ყურადღება პროფესიონალებს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიწყებ, თითზე ჩამოსათვლელი ყავს ეს გოგო-ბიჭები და საყურადღებოა სპორტსმენები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიძახი, არავის შეურწყობას არ ვაყენებ, მაგრამ შეიძლება ჩვენ კარგი დიდი ხანი ვერ ვაჯობოთ ვერავის, ახლა ეს რაც ვახსენე ამ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, ვერ ვაჯობოთ, მაგრამ ამ ხალხს უნდა ქონდეთ საშუალება, რომ რაღაც ეტაპამდე იქნება მივიდეს. რაღაც ეტაპამდე მიიყვანო. შემდეგ უკვე აი ახალი თაობა, რა თქმა უნდა, პარალელურად ისიც უნდა ვაკეთოთ, რომ ახალგაზრდები, ბავშვები ამ სპორტში მოვიყვანოთ, დავაინტერესოთ, გავზარდოთ, სწორად გავზარდოთ და ასე ვთქვათ, სწორი გზა მივცეთ. ეს არის აი მაგიტომაც არის საფრთხილო, რომ რაღაცა ახალს როცა იწყებ, ბევრი უნდა ვისწავლოთ, ასე ვთქვათ რა. და ყოველთვის ჩვენი პოლიტიკა ეს არის. წლის ასაკიდან, როგორც გავიგე, შეიძლება პადელის თამაში. აი უფრო ასაკოვანი ხალხი, აი სად არის ხარი, ვთქვათ 70, თუნდაც 75, ამ ასაკის ხალხი თამაშობს პადელს? დაახლოებით 70 წლამდე ადამიანი მინახავს. ნუ რა თქმა უნდა, იმ რიტმში და იმ ესე ჩართულობით ვერა, რა თქმა უნდა, მაგრამ ინტერესი ქონია. შემოსულა უთხოვია ჩოგანი, ბურთი, დაგვითმია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და რაღაცა, ასე ვთქვათ, უცდია. და მასაც უთქვამს, რომ უირა მარტივია, ჩოგბურთს გავს, ან ზოგი პინგ-პონგსაც ადარებს. პინგ-პონგი მითამაშია და სხვათა შორის კარგად თამაშობ. ხო და ძალიან კარგად გამოგივართ ჩემი აზრით. ეს დილიდან საღამომდეა ბესო თუ რაღაც გარკვეული საათებია? უშუალოდ
დაახლოებით ყველა კორტი, ანუ ყველა კლუბი, პადელის კლუბი დაახლოებით ერთ დროებში მუშაობს. ჩვენზე რო ვისაუბროთ, დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე. ეხლა ცოტა დავწიეთ ეს დროები. ფაქტიურად მთელი კი, დავწიეთ ეს დროები, იმიტომ რომ უკვე აგვიცივდა გუსტბაზე ცოტა სხვა ტემპერატურა, სხვა კლიმატია, ქალაქში თუ არის, არ ვიცი, 15 გრადუსი, გუსტბაზე 10 გრადუსი არის და ამიტომ ეს დროები ჩამოვწიეთ. ძირითადად მეტი დატვირთვა მოდის დილის საათებში, პირველ ეტაპზე, ხალხი რო დარბის, დილის 8-დან 9-დან ესე სანამ 12-მდე. სამსახურებში წავა ხალხი. შემდეგ ასე ვთქვათ, რაღაც მკვდარი საათები არსებობს. ეს არის ალბათ 12-დან 4-მდე, 5-მდე და უკვე რო გამოდიან სამსახურებიდან, მეს კვირის დღეებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, შემდეგ ისევ არ ვიცი, ადგილს ვერ ნახავთ. ეს მხოლოდ ანუ არ გულისხმობ გუსტბაპადელს, ყველგან ესე არის, ის მართლა ყველგან ეს, იმიტომ რომ ამდენად დიდი მოთხოვნა არის, ამდენად დიდი ინტერესი არის. ესე იგი, ბესო, რომ შევაჯამოთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი არ იწყება მხოლოდ დიეტით, სხეულის ზომვით, რაღაც მკაცრი გადაწყვეტილებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი იწყება ერთი ნაბიჯით. ეს არის ვარჯიში, საკუთარი თავის მოვლა და მოვლას გულისხმობ ვარჯიშში ასევე და ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრებაში და ამავდროულად ამით ვიღებთ სიამოვნებას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ახალგაზრდობისთვის, რომ ჩაებან მარტო პადელზე არ არის ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ პადელზე ვსაუბრობთ, მაგრამ მარტო პადელზე არ არის საუბარი, ნებისმიერი სპორტით უნდა დაკავდეს. ეს თაობა, პატარა თაობა იქნება, თუნდაც ჩვენი თაობა, დიდი თაობა. ერთადერთი ამით თუ გადავრჩებით, ამ ჩვენ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში. და მით უმეტეს ყუსტვაზე, ესეთი გარემო, სუფთა ჰაერი. გეთანხმები, სრულიად გეთანხმები, ხა მე აქცენტი ბუნებრივია პადელზე გავაკეთე, ამით ვარ დღეს დაკავებული და ბუნებრივია რომ მე მეტი ფიქრობ რომ მეტი შემეძლო მესაუბრა ამ მიმართულებით, მხოლოდ ამიტომ არ ჩამეთვალოს რაღაც არა, პირიქით მეც მაინტერესებს რაღაც რეკლამირებაში არ ჩამითვალოთ, არ ჭირდება ისედაც გულწრფელად ვიძახი. უბრალოდ გეთანხმებით რომ არ აქვს მნიშვნელობა, ხა თქვენ საუბრის საწყისში ახსენეთ ფეხით დავდივარო. ჩემი აზრით ესეც ჯანსაღი ცხოვრება, საკმაოდ კარგი არის ფეხით სიარული. ხანდახან სირბილსაც ჯობია. მე ესე ვიცი ყოველ შემთხვევაში და არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცას შეიძლება ჰობად იქციოს. ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ მაინც და მაინც პროფესიონალ სპორტსმენები ხო არ უნდა გავხდეთ, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ რაც ყოველდღიურ, აი ელემენტარული ტვინის გასანიავებლად და ვარჯიშისთვის ფეხით ხო დავდიოდი, მე დავდიოდი თეატრჩია სტუდიაში და სამსახურის მერე გვიან ისე 9 საათზე იწყებოდა და ისე მეზარებოდა იქამდე მისვლა, მაგრამ იქიდან გამოვდიოდი სულ სხვა ადამიანი. აი სულ სხვა ადამიანი, გავიწყდება ყველაფერი, ვარჯიშია, ფეხით სიარულია, ცეკვა, ყველაფერი, მთავარია ფიზიკური აქტივობა. გეთანხმები. და ძალიან მოქმედებს ეს ჩვენს ფსიქიკაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. მეზარებოდა ახსენეთ და ჩვენ ყველას რაღაცა გვეზარებდა. უცხელები უნდა ვიყოთ და ეს არის ზუსტად მიზეზი იმისა, თუ რატო ვერ ჭყალებში ვერ გამოვნახეთ დრო, ანუ ამის დრო არ მაქვს, მე ესეთი რაღაც სამჯერა. გამორიცხულია, რომ ამის დრო ვერ გამონახავ. ყველაფრის დროს გამონახავთ. და აი სწორედ ეგ არის გადაწყვეტილება არის, ანუ და ის ერთი ნაბიჯია ალბათ, რომელიც აი უნდა თქვა, ხო, აი უნდა თქვა და რა თქმა უნდა, რაც შენ გაინტერესებს, რა მიმართულება, სპორტი იქნება, აქტივობა იქნება, კარგი იქნება, რომ ეხა რაღაცაში რომ ძალით ჩაქრთავ, ის არ იქნება ალბათ. ხო, ვერ გაამართლებს და ამიტომ უნდა გესიამოვნოს, ვიღაცას თხილამურები უყვარს, ვიღაცას ფეხით სიარული უყვარს, ვიღაცას არ ვიცი, ფეხბურთის თამაში უყვარს. დღეს ეხა პადელია აქტუალური და პადელზე მოგვიწია ბევრი საუბარი და თუნდაც კიდევ ერთხელ პადელი რო ვახსენოთ, ანუ რაღაცა კუთხით უნდა დავკავოთ. ძალიან მისასალმებელია. რა მნიშვნელობა აქვს ეს რა იქნებოდა? ანუ
პადელი იქნებოდა, არ ვიცი, თუ რაიმე სხვა სპორტი იქნებოდა და ფაქტია რომ არის არის სპორტი, რომელიც არ ვიცი, ფეხბურთელიც, ჩოგბურთელიც, ასე თუ სხვა სპორტის წარმომადგენლებიც თამაშობენ. და უნდა აღვნიშნო, რომ სხვათა ფეხბურთელებს და ყოფილ ფეხბურთელებს თუ მოქმედ ფეხბურთელებს ძალიან კარგად გამოსდით. არ ვიცი, ხა ეს ბურთის ტრაექტორიის ამბავი ან თურისი, მაგრამ ძალიან კარგად გამოსდის და მე ესე ვიტყოდი, რომ უმეტესი წილი ისინი აცოცხლებენ დღეს საქართველოში პადელს. დიდ დოზით თამაშობენ და სხვათა შორის ძალიან ისეთი ძველი ვეტერანი ფეხბურთელებიც ცნობილი თამაშობენ და გვინახავს ჩვენ კორტებზეც და ძალიან ჩართულები არიან. რო ვეკითხები ხოლმე ფეხბურთს აღარ თამაშობთ ხოლმე თქო და ფეხბურთსაც თამაშობთ, მაგრამ ამ სპორტმა ძალიან, ასე ვთქვათ, ჩაგვითრიაო და მოკლედ მოგწონს. ეხლა მე ჩემ თავში წავედი და ეხლა რამთა მაინტერესა უცბად რა მომიტივტივ და პადელის სადაც არის ეს კორტები, სივრცეში მუსიკაც არის რამე წყნარი თუ ეგეთი რაღაცა არ არის პადელის კორტებზე? მაგაზე იდეაში აწუხებთ. აწუხებთ თამაშის დროს? მოთამაშეებს აწუხებთ. მე მაგალითად პირიქით ვარ, ანუ მუსიკასთან ხო, ახლა ჩემთვის მუსიკის თანხლებით საერთოდ სხვა ის იქნება. თქვენ ამოდით და მუსიკას თქვენ დაგახვედრებთ, თქვენ კონკრეტულად დაგახვედრებთ, მაგრამ სხვათა შორის ფიქრობდით და ვფიქრობთ ეხლაც, რომ რაღაც დონეზე მუსიკა უნდა ისმოდეს იმ სივრცეში, ისე არა, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა დაბალტონალობაში. ფონურად, ხო, რაღაც ფონურად, როცა ჩადიხარ უკვე კორტებზე, როცა ამოხვალ ნახავთ ადგილზე და დაგათვალიერებინეთ, ესეთი გადმოსასვლელია, სანამ თავარ შემოსასვლელი შემოდიხარ და ალბათ იქ რაღაცა მუსიკამ უნდა შეგხვდეთ. ასე თუ პირველი მუსიკა უნდა დაგხვდეთ, რომ ამ განწყობით თქვენ შეიძლება ძალიან კარგი განწყობით ამოხვიდეთ, მაგრამ უფრო კარგი განწყობით რომ შეგიშვათ კორტებზე, მაგრამ უშუალოდ ტურნირების დროს, როცა ოფიციალური თამაშები მიდის, იქ არ შეიძლება. იქ არ შეიძლება, ზედმეტი ხმაურიც არ შეიძლება. ჩოგბურთს აქვს სხვათა შორის, ფეხბურთზე ხო პირიქით არის, აი უყიჟინი უნდა ისმოდეს ხო სტადიონზე და პირიქით ხო ფეხბურთელებსაც ეს უნდათ, რომ აი ეს პირიქით არის, ხო აი ჩოგბურთს სხვა კულტურა აქვს და პადელსაც ამ ნაწილში ეს კულტურა აქვს, რომ სიწყნარე უნდა იყოს, სიმშვიდე უნდა იყოს და რაღაცა ესეთი გარემო უნდა იყოს, რომ ხელი არ შეეშალოთ მოთამაშეებს. ბესო, ძალიან დიდი მადლობა. ჩემთან სტუმრობისთვის და ასეთი საინტერესო საუბრისთვის და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, იმედია რომ საინტერესო გამოვიდა. ჩემთვის პირველია ეს ფორმატი და მართლა ვცდილობდი რომ გულწრფელიც ყოფილიყავი და ვეცადე რომ კარგი გამოსულიყო და ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ბევრი წარმატება თქვენ. დიდი მადლობა. თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.